NFT ბიზნეს ინდუსტრიაზე მოგახსენებთ ჩვენ ვართ NFT ბიზნეს ინდუსტრიით დაინტერესებული მაღალ ტექნოლოგიური ვებ3-ის სფეროს მიმართულებაში. აქ მოისაზრება არა მხოლოდ არტი, ხელოვნება, ვთქვათ, არა სხვადასხვა მიმართულებით, ეს არის კოლექციონერები, ენთუზიასტები, თუ ასე შემდეგ, მუსიკოსები, სხვადასხვა ხელოვნები, მსახიობები, სპორტსმენები, თუ ასე შემდეგ შემოქმედება. ამით არ შემოიფარგლება ხო მარტო, თუნდაც ეს ძალიან საინტერესოა ყველასათვის ატაცებული თემაა და ამერიკის 60% მთელი მსოფლიოს გლობალიზაცია ვთქვათ, იქ ვითარდება და იქ არის ატაცებული ამერიკაში და მე დანარჩენი 40% უკვე მსოფლიოზე ნაწილდება. ძალიან დიდი დატვირთვა არის მაღალ ტექნოლოგიურ ბიზნეს მიმართულებით და გვინდა რომ 100%-ით ვიყოთ ქართველები და მართავს ხელოვნური ინტელექტის ჩვენი იდეების და ასე ვთქვათ საკუთარი იდეების ფონზე სიახლეების ინტეგრაცია გვინდა, ანუ ინოვაციების ინტეგრაცია გვინდა. კი, მართალია, მაგრამ ადამდე სანამ მივალთ, ყველა იწყებს არტის, ანუ NFT-ების გაყიდვით, მაგრამ NFT-ების გაყიდვა რომ მოვახერხოთ საზოგადოებას, ფართო საზოგადოებას და ზუსტად აუდიტორიას უნდა ჩვენი პროექტის შესახებ ვინა ვართ, ზურგს უკან რა გუნდით მოვდივართ, რას ვაკეთებთ, რას ვემსახურებით, რა არის ჩვენი მიზანი, რის გაკეთებას გეგმავთ მხარდაჭერის შემთხვევაში და რა განვითარებას ვაპირებთ, თქვათ, რის მიღწევა გვინდა ჩვენი პროექტით და რისი შექმნა არის ჩვენი მიზანი. ამ სფეროს მიმართულებაში, რასაც ვებ3 ქვია და NFT ინდუსტრია, აქ ვირტუალურ რეალური ბიზნესის ინტეგრირება ხდება მრავალ სფეროში. მათ შორის არის გეიმპლეიც, ვირტუალური რეალური ბიზნესში, ასევე არის DeFi-ის, მეტავერსის ინტეგრაცია, ბლოკჩეინ სისტემების, რა თქმა უნდა, ინტეგრაცია და სმარტ კონტრაქტები და ასე შემდეგ, რაც გამჭვირვალეს ხდის პროექტს და აბსოლუტურად სანდოობას, ასე ვთქვათ, ამაღლებს. მრავალი კიდევ ბევრი ისეთი, ასე ვთქვათ, მიმართულება არის, რომელიც მრავალმხრივ შემოსავლების გენერირებას ახდენს და შესაძლებლობას. როგორც კრეატიული იდეებიდან გამომდინარე ჩვენ ვართ და მე პირადად ვარ იდეების მოფიქრების მიმართულებით კრეატორი, ინოვატორი ადამიანი, კრეატიული ადამიანი, ჩემს თანამედროვე მსოფლიო დონის არტისტებთან ერთად ვქნით, ყველა ერთად ვართ ქართველები და ვქნით მსოფლიოში გამორჩეულ იდეოლოგიას, როგორი იქნებოდნენ, ვთქვათ, დამსახურებული პიროვნებები ან როგორ შევქმნათ ღრმა მომავლის ხედვებით და ჩვენი ფანტაზიის უნარზე დაფუძნებული ასევე სხვადასხვა ერების კულტურების გაერთიანებით თუ მათი კულტურული მემკვიდრეობის დონეზე ჩვენ ხელოვნება წარმოვაჩინოთ და მას მივცეთ აბსოლუტურად ახალი სახე, ახალი იდეოლოგია დავბადეთ, რასაც ქვია წარსული მომავალში და მომავალი წარსულში საიბერფასტ ესე ითარგმნება აბსოლუტურად და მიზანმიმართულად გვაქვს ეს სახელი შერჩეული ჩვენი კომპანიისთვის. ჩვენ ასევე ვქმნით ძალიან მასშტაბურ პროექტს, რაც შემდეგში იდეების სახით, რაც შემდეგში უნდა განმავითაროთ, არის აბსოლუტურად ძალიან დიდი სიახლეები. ეხლა მახსენე როგორც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ასე სხვადასხვა იდეების განვითარების მიმართულებით, რომელიც რეალურად უდიდეს გლობალურ პროექტს წარმოადგენს, მასშტაბურს, რომელიც არის მსოფლიო დონის და ასევე გვაქვს რამოდენიმე აღიარება, რომ პროექტს საიბერფასტ და მის გუნდს აქვს ძალიან მაღალი პოტენციალი მსოფლიო, ასე ვთქვათ, ასპარეზზე, გლობალურ ასპარეზზე. და საქართველოდან უნიკიონი, რასაც ქვია, ამის მაღალი პოტენციალი რო გვაქვს და ამაში წლები გვაქვს ჩახარჯული და ვქმნით ისეთ პროექტს, რომელიც ერთ დღეში, ორ დღეში, ან თვეში, ან წელიწადში არ მოდის. ეს არის ძალიან, ესე ვთქვათ, მე როგორ აგიხსნათ, საერთო ჯამში ონლაინ სივრცეში ჩემი რაღაც იდეების და გამომდინარე სცენარების სახით ვქმნი სხვადასხვა მაღალ შემოსავლიანი პროექტებით ვარ დაინტერესებული და ჩემი საკუთარი იდეებით საკპატენტშიდაც მაქვს დაპატენტებული ჩემი პროექტები 2010 წელს უკვე დაპატენტებული მაქვს
ძალიან მასშტაბური და გლობალური პროექტი იყო, მაშინ არ იყო NFT და მაშინ კრიპტოსამყაროც კი ახალი ფეხადღმული იყო, ასე ვთქვათ, ბიტკოინსაც არ ქონა იმ ხელაფასი და ასე შემდეგ. ძალიან დიდი პროექტები მაქვს, რომელიც სამწუხაროდ საქართველოსთან, რადგანაც მე დავიბადე საქართველოში და არ ვიყავი ამერიკაში და ან სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში ვერ ვნახე განვითარება და მხარდაჭერა სახელმწიფო დონეზედაც არავინ არ მიყურებდა სერიოზული თვალით, კი არა, ასე გვითხრეს, რომ რაღაც გავსი თუ არაო, რაღაც ერთეული პროექტები ხო არიანო და რაღაც საჭიროა რომ საქართველოსდანო რაღაც კიდევ გაკეთდესო. ეს ამ ძველი მინისტრის, სააკაშვილის დროინდელი მინისტრის, ასე ვთქვათ, გამოსტუმრებული უარით სახელმწიფო სტრუქტურიდან მოხულული ჩვენთვის კარი, საქართველოს კარი. საქართველოს არა უბრალოდ მთავრობის კარი. და თავისთავად საქართველოს და სახელმწიფოს და თემის სამშობლოს ხარდაჭერა ამ ქონია არასდროს. არც ეხლა. და ვცდილობ, რომ ესნი კი არ დაიკარგო სამხედრო შემოქმედება და თუ ვინმეს რაღაც მიუღწევი ამ სფეროში, ჩვენც მართლა მაღალი პოტენციალი თუ ართ, ჩვენი მიკიდა ვარქვათ ამას, მონდომება თუ ის ქარიზმატულობა, რაც მიზანდასახულობას, мотивაციისა და ასე ვთქვათ, სტიმულის დონეზე რაღაც მოწოდების სიმაღლეზე ავყავართ. ანუ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ოცნებები გაგვაჩნია და არა მარტო ოცნებები. ჩვენ უკვე ვქმნით ამ ყველაფერს. და უბრალოდ საჭიროა რომ ეს ყველაფერი იცოდეს ზუსტად სამიზნე აუდიტორიამ რომ ხარი დაგვიჭირონ. და ანუ ეს როგორი კონტენტი თუ და გავაკეთოთ, ესა უკვე წმინდა მარკეტინგული მიმართულება და ამ წმინდა მარკეტინგული მიმართულების, რა თქმა უნდა, სპეციალისტებს ესმით და მე ამაში ცოტა ასე ვთქვათ, დახმარება, ცოტა კი არა, დახმარება მჭირდება. დღეს მარკეტინგი ყიდის ბიზნეს და არა ის როგორც ბრილიანტიც არ უნდა იყოს და როგორი ძალიან სერიოზულიც არ უნდა იყოს, თუ მარკეტინგი არ არის ძალიან რთულია ყველაფერი და მარკეტინგი არის თვითონ რთული და ძირი ფუფუნება. თორე წარმატება დღეს დიდ პროექტებში და ასეთ პროექტებში ყოველთვის ასე ვთქვათ ხდება და სამყაროში ყველაფერი ხდება. ფიქრობ ამომწურავად თუ არა პირველად წარმოადგენა რომ შეგექმნათ ახსენი როგორც დამფუძნებელმა ჩვენი პროექტის ირგვლივ გლობალური პროექტის ირგვლივ ეს ყველაფერი და გამოვეცი კარგად. წარმატებებს გისურვებ მთელი გულით თქვენს წამოწყებაში და საკუთარ თავსაც უსურვებდი იგივეს. მადლობა ყურადღებისთვის და მოსმენისთვის.